ეს უკვე კურთხევა მივიღეთ. დილიდან გაგულანძღეს. ხო, სისხამი კურთხევა მივიღეთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო მეგობრებო, დღეს არის თორი საკვირო გაკვეთილი. ნუ ძირითადად ახლა ოფიციალური იუდაიზმი უკვე წინა რამოდენიმე წიგნი უფრო ახალი წიგნით არიან ისინი დაბადების მოსეს ხუთწიგნეულიდან უბრალოდ ჩვენ მივყვებით ნელ-ნელა რამოდენიმე გაკვეთილები გაგვიცხდა და ამიტომ ჩვენ მივყვებით იაკობის ისტორიას. წინა კვირებში ჩვენ ველაპარაკეთ იაკობი როგორ წამოვიდა სახლიდან, როგორ შეხვდა ის ღმერთს პირისპირ. იმიტომ ჩვენ თუ დავაკვირდებით მეგობრებო, დაბადების წიგნში სამივე პატრიარქი პირადად ეცნობა ღმერთს და სამივე პატრიარქი პირადად დებს აღთქმას უფალთან. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ ვიცოდეთ, რომ არა მნიშვნელოვანი რომელიმე რელიგიურ კონფესიას ეკუთვნოდე, არ აქვს მნიშვნელობა შენ კათოლიკი ხარ, პროტესტანტი ხარ, მართლმადიდებელი ხარ, თუ შენ პირადად არ იცნობ ღმერთს, კაპიკია შენი რწმენის ფასი. ეს ასე, მოკლედ რო ვთქვათ. რაც ნიშნავს სიტყვა შალომ, შალომ, მშვიდობა. მშვიდობა თქვენ და ბიბლიაში ასეა მოხსენებული. სანამ დავიწყებთ უშუალოდ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ჩემო გამომწერებო, მოიწონეთ, დალაიქეთ, დააკომენტარეთ, აუცილებლად გააზიარეთ მეგობრებო ეს ვიდეო, რათა ბევრმა ადამიანმა მოისმინოს და გაიგოს ქრისტიანობის ებრაული ფესვები. ჩვენი გვერდი ემსახურება ადამიანებს გავაცნოთ ებრაული კონტექსტი, იუდაური კონტექსტი, რომელიც გვეხმარება უშუალოდ ახალი აღთქმის სწორ გაგებაში და მის კონტექსტურ გაგებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ ჩვენ გვესმოდეს და ვიცოდეთ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ აუცილებლად გააზიარეთ ეს ვიდეოები, რასაც თქვენ ხედავთ. შეგიძლიათ ახლა TikTok live-ი პირდაპირ გააზიაროთ, არაა პრობლემა და YouTube-შიც რო თქვენ იქნებით, ახლა YouTube-ზე დაიდება ცალკე ეს ვიდეო, იქაც ძალიან გთხოვთ მოიწონეთ, დააკომენტარეთ და გააზიარეთ გთხოვთ. ასევე თუ ვინმეს გინდათ ფინანსურად დახმარება, TikTok-ზე არის ჩვენთან გვაქვს ესეთი ფუნქცია KISA-G, დონაცია შეგიძლიათ გააკეთოთ, სვამთ კითხვას, დონაციას აკეთებთ და ჩვენ გპასუხობთ ან ცალკე ვიდეოთი, ან პირდაპირ უშუალოდ თქვენ გიპასუხებთ SMS-ის სახით. ასევე ყველა YouTube-ის ქვემოთ კომენტარებში არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, შეგიძლიათ იქ გააკეთოთ თქვენი დონაცია უპრობლემოდ. თუ საზღვარგარეთ ცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს PayPal სისტემა, PayPal სისტემიდანაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი დონაცია. ეს ასე მოკლე განცხადებები და წავიდა დღეს ჩვენი თორი საკვირაო თავი არის ვაეცე. ვაეცე ნიშნავს ივრითული სიტყვაა და ნიშნავს და გამოვიდა იაკობი. ეს არის ბერეშიტის 21-ვე თავი. ბერეშიტი ეს არის ებრაული სახელწოდება ბიბლიის, დაბადების წიგნი არის იგივე, უბრალოდ დაბადება ეს წამოვიდა, ეს სახელწოდება წამოვიდა ბიბლიის ბერძნული თარგმანს, რომელსაც ქვია სეპტუაგინტიდან. ხოლო მისი ორიგინალი ებრაული სახელწოდება არის ბერეშით, ბერეშით ნიშნავს საწყისი. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ დაბადების წიგნი არის გასაღები მთლიანი ბიბლიის გასაღები არის. თუ ჩვენ ვიცით დაბადების წიგნი, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ ბიბლიაში. იმიტომ რომ საწყისი არის დაბადების წიგნში და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეს, არ შეიძლება ჩვენ როცა წიგნს ვიწყებთ, კითხვა შეხო არ ვიწყებთ ბოლოდან. ესია ბიბლიაც, არ შეიძლება ბიბლია იკითხონ ბოლოდან. და ეს კიდევ ეს ძალიან არ მოწონს, ეს საშინელი ტრადიცია აქვს თანამედროვე პროტესტანტებს და ამაში უნდა ვამხილო. ბიბლიის გეგმიური კითხვა. აი უყურე. ერთ წელიწადში როგორ წავიკითხოთ მთლიანი ბიბლია და დაყოფილი აქვს ასე გეგმად. ერთი დღე რომაელთა ერთი თავი, დაბადების ერთი თავი, ესაიას ერთი თავი. მეორე დღე ფსალმუნი, იგავი და ასე არეულად წამოდგა რა აჯაბსანდელს მიიღებს ადამიანი. ხო, ანუ ვთები ეს ძალიან ისაა, რა ქვია, არასწორადაა. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ღმერთი გამოცხადებას როგორ იძლეოდა. დაბადების წიგნად ჩვენ ვხედავთ, ნელ-ნელა ეცნობა ღმერთი აცნობს ადამიანს თავს. ადამიანის დაცემა რომ მოხდა ედემის ბაღში, ადამმა დაკარგა ცდომა ღმერთთან და ეს ასე აქედან გამომდინარე მან შემეცნება დაკარგა ღმერთის. და ნოეს წარღვნის მერე საერთოდ დაიკარგა ეს.
და ამიტომ ღმერთს უწევდა ნელ-ნელა გამოცხადებების მიღება ადამიანებზე და ნელ-ნელა აძლევდა ამას ყველაფერს, რომ ნელ-ნელა ადამიანს მიეღო ეს ყველაფერი და ქონდა შემეცნობა. ანუ ამიტომ ამ მნიშვნელოვანი ჩვენ დაბადების წიგნიდან დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა და არა რა ქვია გამოცხადების წიგნიდან. თუმცა მე გამოცხადების წიგნიდან დავიწყე ბიბლიის სწავლა. ნუ ეს ახალი აღთქმის წიგნის შესწავლა, ასე დავიწყე. მაშასე 22 თავი, 22 ეს არის ვაეცე, რასაც ქვია, რაც ნიშნავს და გავიდა, ანუ გავიდა იაკობი. ამ თავში ბევრი ეს იწყება დაბადების 22 თავის მეათე მუხლიდან და მთავრდება 32 თავის მესამე მუხლი. ესე არის მთლიანი ერთი საკვირო თავი, რომ მიხვდეთ. ამას ქვია და გამოვიდა იაკობი, გამოვიდა საიდან გამოვიდა? გამოვიდა მამამისის სახლიდან. ხო, ბერშევა აქ შეხვდა დედამ, ჩვენ ვილაპარაკეთ ამ ბერშევაში გამოსვლა, რაც ნიშნავდა ეს ყველაფერი. წინა ვიდეოებში ვილაპარაკეთ. ეხლა ჩვენ უშუალოდ მივდივართ პირველი შეხვედრა ჭასთან, რომელსაც იაკობი ხვდება თავის სატრბოს. ეს არის ვის ხვდება, აბა? ისეც რას მოგონებს ეს აბრაამის გამოსვლას მოგონებს თან. ხო. ყველას მოუწია გამოსვლა. ისააკსაც მოუწია გამოსვლა. აბრაამსაც იაკობსაც. ანუ ეს არის დააკვირდით რა მომენტია, როცა ღმერთი ეცნობა ხალხს. ანუ რა მომენტია, როცა ღმერთი იწყებს მოქმედებას, ღმერთი ყველას ეცნობა მოქმედებაში. არც ერთი ეს ადამიანი არ იყო უცე დამჯდარი და არ ელოდა რაღაცას. ყველას ეუბნება წადით. წადით იმოძავეთ, იმოქმედეთ. აქედან ჩვენ გვეუბნება, რომ ღმერთსაც წმენა ეს არ არის დგომა, ისა ჯდომა ან წამოწოლა. და რაღაცის ლოდინი, აი ივანუშკა დურაჩოკირო და ნაცარქექიერო, ხო იცი, ჩვენი ქართული ხალხური ზღაპრები. ნუ ეს საბჭოთა კავშირის ზღაპრები, მაგრამ საბჭოთა კავშირის იდეოლოგია რაში მდგომარეობს, იცი ამაში, რომ შენ იჯექი არ ხინა და ერთ დღეს შანსი ჩამოგივარდება და აი ივანუშკა დურაჩოკმა მოიყვანა მეფის ასული და ნახევარი სამეფო დაირთხა, იმიტომ რომ ივანუშკა დურაჩოკი ხო არაფერს არ აკეთებდა და ნაცარქექიაც არაფერს არ აკეთებდა, ნაცარს ქერხავდა. ანუ ხვდები რა მომენტია, ესეთი მსოფლმხედველობა ებრაელებს არასდროს არ ქონდა, ეს განსხვავება რომ მიცოდეთ. ზღაპრებში არის ადამიანის მენტალიტეტი ჩანს, ერის მენტალიტეტია ზღაპრებში. რა მენტალიტეტს ატარებს, ის ჩანს ეგრევე. მაგრამ აქ ჩვენ ახლა ზღაპარს არ გითხულობ. დავიწყოთ ახლა პირველი შეხვედრა ჭასთან, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ვის ხვდება? ჭასთან, ჯერ ის მარია. მაგი ხო ვილაპარაკეთ, კაცო. გადავახტეთ, მაგრამ წინა კვირას ხო ვილაპარაკეთ, შენ არ იყავი იმ კვირას? როგორ არ ვიყავი, მაგრამ მე მგონა ან უფრო დეტალურად რამეს გავიგე. არა, ის უკვე თქვით რომ ეს იესოზეა კავშირი, რომ იესო ერთადერთი შუამდგომელი. ეს ყველაფერი ვილაპარაკეთ, ახლა ამის გახსენებაზე აღარ მალაპარაკო. ახლა ვამბობთ პირველი შეხვედრა, ვის ხვდება იაკობი, აბა, მნიშვნელოვანია. დღევანდელი ჩვენი თემა არის ურთიერთობები. ადამიანის ურთიერთობები და ბიბლია ამაში გვაძლევს ძალიან პრაქტიკულ გაკვეთილს. ანუ ადამიანის ურთიერთობები აგულისხმობ შეყვარებულობის ურთიერთობებს ვამბობ. სიმამს აკეთებთ ლაბანს. ფიჯო, პირველი შეხვედრა ლაბანთან იყო? გოგო იმ ჭასთან რო შეხვდა. ხო, რა ქვია იმ გოგოს? რახელიტო. რახელი. და წერია რომ იაკობს რაო? ძალიან მოეწონა, აკოცა, შეუყვარდა, იტირა. ო. აკოცა ახლა ის ხო არა, თქვენ არ დაწამებთ ჰოლივუდის ფილმებში როა ესეთი კოცნა. ეს მოკლავდნენ, მაგი რო გაეკეთებია მაქვე. მაგას. აკოცა იქ ხელზე ან თავზე, სავარაუდოდ ხელზე ამბორს იქნებოდა. ხო, ეს მომენტი იქნებოდა. ამის შემდეგ იაკობი მიდის და ეუბნება ლავანს. ლავანი არის ვინაა ლავანი? ლაბანი. სიმამრი, სასიმამრო. სიმამრი, მაგრამ კიდე ვინ არის? მართველი არ არის ოჯახის. არა, დაიცა, ანუ მაგათი სანათის აუჯგუფიდან არის როგორც მას. დედამისის მა, ანუ ბიძა, ბიჭო, ბიძა. რატომ მიდის იაკობი ლავანთან? რა ვთქვით ჩვენ? დედამის მარ გაუშვა, რა წადიო. დედამის მა არა. მამამისი ეუბნება. ნუ დედამის მაცოთხა, მაგრამ მამამისიც ეუბნება კურთხევაში როაძლევს. ცოლი საიდან მოიყვანეო? ანუ როგორც აბრაამა დაუბარა
რა იცხაქვს. ის ააგზაობა რა. ანუ აქ რა მნიშვნელობა, რატოა ეს მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი პრაქტიკული პირველი გაკვეთილი, ნაბიჯი რომ ჩვენ გავიგოთ, რომ როდესაც ჩვენ ცოლი მეორე ნახევარს ვარჩევთ, რა უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენს იდგეს. ანდა ჩვენ საკრებულოში. ალელუია, მადლობა ღმერთს. ანუ კატეგორიულად გამოვრიცხავთ იაყოველს და მუსლიმებს. და ლეიბორისტებს. და ათეისტებს. ხო, ათეისტებს. ა მორმონებს არ აუშავს კიდე. ეს ხუმრობა მამათი ეხლა ხო? დედაშენი? მოგითხო, გამარჯობა, როგორ ახართ? ანუ რა მნიშვნელობა აქვს? რატომ ვამბობ ამას მნიშვნელობა? მნიშვნელობა აქ იმდენად საკრებულოზე არ არის ლაპარაკი, არამედ ფასეულობებზე, ღირებულებებზე. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ როდესაც შენ მეუღლეს აქვს შენაირი ღირებულება, თქვენ ქმნით უკვე ერთ მიზანს ცხოვრებაში. როცა ორი ერთნაირი ღირებულება არის, ის იქმნება რა? გეგმა, ცხოვრების გეგმა და მიდიხართ ტოლით სოლქმარი ამ გეგმის მიხედვით. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი ყველა ურთიერთობებს, როცა ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობებს, ჩვენ უნდა შევხედოთ ამას. იაკობმა იცოდა, რომ ლაბანის სახლში, თავისენ სახლში, ასეა თუ ისე ის შემის ხაზიდან მოდის და ასე თუ ისე მათმა იცოდნენ ერთი ღმერთის შესახებ, კი კერპებიც ჰქონდათ, სიკრეტიზმში იყვნენ გადასული, მაგრამ ასე თუ ისე მათ რაღაცა ფასეულობა ჰქონდათ. ის ფასეულობა რა იყო? ოჯახის ინსტიტუტი. ჩვენ ხედავთ რებეკაც მაგარი მეოჯახე ქალი იყო, იცხააკის ცოლი, რახელიც და ლეაც. ორივე მაგარი ის გამოდგა. ხო, ნუ მაგ უფრო ცფიერი აღმოჩნდა, მოდი ვთქვათ. იმიტომ რომ უყურე, ლაბან რებეკამ ხომ უატყუა იცხააკი, იაკობს უთხრა. იაკობი ხო, ანუ იაკობი აცდუნა რომ მედი მოატყუე მამა შენიო და მე ისევე იმ ტყუილს იყენებს ლაბანი იაკობთან მიმართებაში. ამას ვილაპარაკებთ მე ხო? ჯერ პირველი საჩას რომ მაგარი ანუ ასე ვთქვათ მოქნილი გოგო არის რა ძალიან რომ მოვიდა მსახური ისააკის აკლები ვაიმე ისო აკლები ერთი ამ რაღაცები ამან პირველ თვითონ გადაიფარა თავზე ეს ანუ გასაგებია მე უკვე ვიცი სადაც ვინი თავზე რომ დავიძო ხო ესაა ნიშანი ხო გითხარით თავდახურული ეს ნიშანი იყო მაგედან რო უკვე ჩანს რომ თვითონ არის მოხერხებული ტიპი რა ხო ანუ ჩვენ რო გვაქვს ახლა ტრადიცია ადამიანი რო ქორწინებაშია ბეჭედს ვიკეთებთ ჩვენ მასე ადრე 10 მასი არ იყო ადრე ქორწინების ნიშანი იყო ადამიანს თუ თავზე ქონდა დაფარული ეს იყო ნიშნულობა რომ ეს ადამიანი არის გათხოვილი. და შედარებით ის იყო მოარისტოკრატო ოჯახის წარმომადგენელი. თავისთავად, მაგი ჰქონდათ, მაგი საიდანსა. ხო და უყურე რა ხდება, აქედან ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ანუ პირველი გაკვეთილი, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, ეს არის რა? როდესაც ჩვენ ცოლს ვარჩევთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ერთნაირი ღირებულება და ერთნაირი ფასეულობა უნდა გქონდეს. სად ადამიანს ერთნაირი ღირებულება სად ექმნება? სად იქნება ადამიანის ღირებულება, სად იქნება? ოჯახში. ანუ ქართული ანდაზა დედა ნახე, მამა გამონახე, შვილი ისე გამო. ანუ არის, ხო? ანუ ეს ჩვენ გვაქვს, ძველ ხალხმა იცოდა ეს. ხო, ვაშლიხი. ხო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ესე იგი ადამიანის ჩვენ გვესმოს ახლა გავშალოთ კიდევ, გავშალოთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს. ადამიანის ღირებულებებს აყალიბებს პირველი ოჯახი, მეორე რწმენა. რწმენა, ну, აქედან უკვე მთავარი უფრო რწმენაა და რწმენიდან გამომდინარე უკვე ოჯახი თავისთავად, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი შესაძლებელთა გადაჯამებით ადგილი არ იცვლება, ჯამი არ იცვლება. რა უკვე აბლოკილია. კათება იცი? ოჯახი იყალიბებს შენ ხასიათს და პიროვნებას, მანამ სანამ დამოუკიდებელი გახდები, დამოუკიდებელი გახდები, მე რწმენა უკვე რაზე გავჩერდით, ხო? ოჯახს და ღირებულებაზე. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ჩვენ ხედავთ რას აკეთებს იაკობი. იაკობს წერია რომ შეუყვარდა რახელი და რას აკეთებს ამ შეყვარებულობაზე.
ორ მაგალითს მოგიყვანთ ბიბლიიდან, ორი მაგალითი. ეს არის იაკობის ისტორია ახლა რო ვხედავთ და ამის საპირისპირო მაგალითს მოგიყვანთ კიდევ, რომ თქვენ გამიჯნოთ რა არის ნამდვილი სიყვარული და რა არის ვნება. თუმცა ორივე ივრითულად ორი ერთ იგივე სიტყვაში აღნიშნული. მაგრამ ეგ ისეთი მომენტია, რომ გვესმოდეს კონტექსტი განმარტავს მაგ სიტყვას. რა სიტყვა არის? ახავა, სიყვარული. როგორ? ახავა, სიყვარული. ხო, სიყვარული ახავა. ახავა გამიგია ესე. ხო, ეს ფირმა, კოსმეტიკური ფირმა როა, ხო, ახავა, მაგრამ have მოდის ფუძე have არის? ხავა და? ხო, ახავას ფუძე არის v, ჰავა. ეხა არის ფუძე? არა, have. ჰავა კი არა, have. რაც ნიშნავს ცირას. აბა. რა არის სიყვარული? პავლე მოციქულის იმისთან. სულგზელია, მომთმენია, თავისას არ ეძებს, კიდე არ ყოყოჩობს. have. ყველაფერი არის ეს ფუძე, have. ისასაც პავლე ამბობს, ერთ სიტყვა have და კიდევ არის ერთი დამატებული გაცემა. ოკეი. სიყვარული არის გაცემა. რა რესურს გაცემს იაკობი რახელს ხედავს? ლავანთან. რა ხელშეკრულებას დევს? რა რესურსი გაცა? როებსახურა, ხო? ხო, რა რესურსი იყო? რა დაუთმო იაკობმა რახელის გამო, რომ რახელი ცოლად შეერთო? 7 წელი, მაგრამ აი ეს მოკლედ რო ვთქვა, რა რესურსი იყო ესა? დრო. всё, ასე, უცებ ცოტა იაზრუნეთ ხარტად. ყველაზე დიდი რესურსი არის მეგობრებო, ეს არის არც ფული, არც ქონება, ყველაზე დიდი რესურსი არის დრო. დრო, რომელიც დაუთმო იაკობმა რახელს. ანუ იაკობის სიყვარული არის ნამდვილი სიყვარული და ეს არის სიყვარული, რომელიც მოქმედებს, გასცემს. და წერია მერე რომ იაკობისათვის ეს 7 წელი რა იყო? როგორც ერთი დღე თუ რამოდენიმე დღე იყო. მოდი ახლა პატარა მაგალითს გეტყვით, პატარა მაგალითი. როდესაც ჩვენ რაღაცას ველოდებით, ჩვენთვის დრო იწელება თუ უცებ გარბის? ველოდები იწელება. ხო, მაგრამ იაკობიც ველოდებოდა ცოლს. სიყვარულისთვის ნერო სწრაფად გადის. როცა ბედნიერად ცნობ იმაში ასაც აკეთებ, მაშინ არ უყურებ მაგას. რატო გრძნობდა იაკობი ამაშია ბედნიერება და მას გეუბნები? უყვარდა და იმიტომ. ჰავ, გაცემა. როდესაც შენ გაცემ და სხვისი ბედნიერებისთვის ელოდები, აი ესა თელი პარადოქსი ამას ნიშნავს, რომ ზუსტად როდესაც შენ აკეთებ სიკეთეს ვიღაცისთვის და დროს უთმო, ეს დრო ძალიან ისე გარბისო, იმიტომ რომ შენ ხარ ბედნიერი პროცესში, ამ პროცესის დროს. ხო ეს გრიბოიდოვს აქვს ნათქვამი. Счастливые часов не наблюдают. ქართულად როგორაა? ბედნიერები საათს არ აღიქვამენ. გრიბოიდოვი ხო იცი ჩვენი ის როა. აგერა მთაწმინდას დასაფლავებული. რო იცოდეთ. მაგას აქვს ესეთი ძალიან გენიალური ისა ნაწარმოები დაწერილი. უბედურება ჭუისგან უბედურება. გორიატუმა ასე ქვია რა. ასე რო ვთქვა. ხო და მაგას აქვს ეს კრილატე ფრაზი როგორა ფრთოსანი ხო ფრთიანი ციტირება ასე უძახიან ხო ეგა რომ счастливые часов не наблюдают иди мать часов нам так сладко წავედი მე კაი გადავახვიდ ხო ანუ რა როცა შენ ბედნიერი ხარ შენ დროს გადის ძალიან მალე იმიტომ რომ შენ ემსახურები იმას შენი მიზანი კი არა რომ რახელი შენ გვერდით იყოს არიქა მე მინდა იაკობის მიზანი იყო რომ რახელი ყოფილიყო ბედნიერი ესა სიყვარული რომელიც თავისას არ ეძებს და იმ რაბინის მაგალითი როა ხო იცი შენ თევზი გიყვარსო რეუნებაო ხო და რაბინი ასვენება შენ არ გიყვარსო თევზი შენ თევზი უვლიო წყალს უცვლიო იმიტომ მოკალ რომ შენ ჭამა გიყვარსო შენ ეგოისტი ხარო ეგოისტურად გიყვარსო აბა რო გიყვარდეს შენ მას მოუვლიდიო აჭმევდიო წყალშო უცვლიდიო კი არ შეჭამ ესაა სიყვარული ანუ სიყვარული ახავა თვითონ ნიშნავს გაცემას ამაში მდგომარეობს სიყვარულის არსი და ამაში არის ის და
ეს დაინახა იაკობმა რახელში და ამასზე იყო ეს. ამასში ამიტომ ოცნებდა ა ブラ ჰამი თავისივე ხალხიდან მოიყვანა იცხაკი, იმიტომ რომ ეს იყო ის, სადაც მომხმარებლური დამოკიდებულება არ იყო ერთმანეთში. 21 საუკუნე ჩვენ ვიცით რომ რა გამოწვევის წინაშე ვართ ყველა, ხო ასია? ვართ ყველა მომხმარებლურ იმაში, ურთიერთობებში. მე შენ გაგიგეთებ, ხო, მე შენ გაგიგეთებ ამას, იმიტომ რომ შენ რაღაცას მე მიკეთებ. კონტრაქტია რა შოურო. ხო. ნუ ერთ მხრივ ეგაც საჭიროა, არა, ცოლქმრული ურთიერთობა იგივე კონტრაქტი, იგივე აღთქმა, მაგრამ ამას ყველაფერს სათავე ფუძე რაზე ეყრდნობა? ფუძე არ არის. ხო, ფუძე არ აქ პარადიგმების ცვლილება მოხდა, გაიგე? ანუ შეიცვალა, ახლა გახდა კონტრაქტი ფუძე. და ეს მერე თუ იქნება, მერე აზრი არ აქვს ამას. ეს მომენტი არის ესა. ხო და ანუ ჩვენ ხედავთ ამას, რომ იაკობი აკეთებს ამას, ხედავთ სიყვარულს, რომელსაც შეუძლია რა? მოთფინება. სუგრძელობა და სიყვარულს, რომელსაც შეუძლია გაცემა. ეს ახლა მანდილოსნებს ეხება, მანდილოსნები, რომლებიც უყურებდა უნდათ რომ გათხოვება და რამდენჯერ მსმენი იცი, ვაიმე იცი რა კარგი ბიჭია. არ უყვარს ჩვენი ეკლესია, არ წამს ღმერთი, მაგრამ იცი რა პატიოსანი ბიჭია. თუ შენ ის არ ამზად, შენს გამო მოვიდეს ეკლესიაში და მიიღოს შენი რწმენა, მას შენ არ უყვარხარ. მას უყვარს შენში მისი სტატუსი. და ეს უკვე ეგოიზმია. და ცხვირპირს დაინტრევ მე ცხოვრებაში მაგით. საპირისპიროდ მასია, ანუ დათმობაზია ეგ მომენტი. ხო ხტები? ციფრად აი ხომ ეს პაკეტი მოსვლა და ანუ რომელ პაკეტსაც იძენენ, რომ ლამაზია, ესა და თვითონ ოტკბებენ ეგ მოსვლა წინ. აუ შენ იცი ეგა, მაგარი ერთ-ერთი ქრისტიანული ანეკდოტია რა, იცი ეგა? რომელი? აუ ძალიან მაგარია რა. რუსეთში იციან, ნუ რუსულად კარგათაა, მაგრამ ქართულად ვიცი მოყვე რა. ერთი კაცია რა, მორწმუნე, ძალიან მაგარი მორწმუნეა და ეკლესიაში მოწონს ორი გოგო. მოწონს რა? ერთს ურიგებენ, მეორე მას მოწონს. რომელსაც მას ურიგებენ, არის ძალიან მორწმუნე, ღვთისმოსავი ქალი, ძალიან ისა კარგად გალობს, ნუ მეოჯახე იდეალური რა, სოყოფე დაწყერება ყველაფერი, მაგრამ ნუ სახეზე არ ვარგა რა, ნუ ვერ შეხედავ რა. ხო და ქვია იმას პირობით ვთქვათ. სოფა ხო, სოფა ქვია, ნუ სოფიკო. და მეორე არის თამუნა. სოფიკო და თამუნა. და ეს თამუნა არის როგორ იცი, აი ძალიან ლამაზი, მაგრამ არაფრის მკეთებელი. Просто აი ტანი აქვს, სილამაზე აქვს და ფოე რა, ეროიტყვი. მე კაცი ვიცი, რომელიც მე მემსახურება. ნუ ეგეთი ხო ხტები, არიან ეგეთი ქალებიც. საუბედუროდ. ხო და მიდის ცხენზე ახლა. ეს კაცი. ხო, ცხენით მიდის, უნდა აირჩიოს ახლა და გზასაყვარელი ეს თამუნა აქ ეცხოვრობს, ეს სოფა აქ ეცხოვრობს. და ეუბნება ღმერთო უნაგრის ხელს უშვებო და ცხენი საითად წავაო იქეთ იმას მოვიყვანო და მიდის ეს ცხენი და მიდის სოფასკენ ეს ცხენი მოკიდა ლაგავს ღმერთო იყოს ნებაშენი ოღონ თამუნა ჩემი მოახვევი ეგრევე არიცოდი ეგა ანუ არის ესეთი კატეგორია ხალხის სამწუხაროდ ხო ანუ ნამდვილი სიყვარული ეს არის ის ვინც მზად არის გასცეს საფხედავ ჩვენ ნამდვილ სიყვარულს ნამდვილი სიყვარული ეს არის დედაშვილური სიყვარული როდესაც დედა შვილს ზრდის პატარა როა ის ხوارელოდება რომ შვილი რაღაცას მიცემს შვილს უხარია რომ ბავშვი ბედნიერი დედას უხარია რომ შვილი ბედნიერია ჯამრთელია არტილის არძი ნაჭამი ნასვამე სუფთაა და ამას უყურებს და всё ბედნიერი ასე ვარ მე ჩემშუს უყურებ ხო რამე რო ტკივა всё უკვე ცუდად ხტები ბიჭო ნერვოზი მემართება და რო არაფერი არ ტკივა და მისი თამაშებს შორიდან უყურებ და ბედნიერი ტკბები რა ეს არის ის სიყვარული რომელიცაც ჩემსას არ ვეცებ თავარია ის იყოს ბედნიერი
აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ ეს არის ბიბლიური სიყვარული. ღმერთის სიყვარული ესაა სწორედ. რომელსაც ღმერთმა მოგცა ჩვენ ძე, რა სიტყვა ღმერთს არაფერი არ უნდა ჩვენგან. ის თვითკმაყოფადია, ის აბსოლუტია, ის სრულყოფილება, მას ჩვენგან არაფერი არ უნდა. მას უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერი, მაგრამ ჩვენ რო ბედნიერი ვიყოთ, ამისათვის მან მოგცა ძე. ეს იყო ის გზა. და ჩვენ დავინახავთ იაკობმაც პარალელი იაკობსა და იესო ქრისტეს შორის. იაკობმა დატოვა მამის სახლი, იესომ დატოვა მამის სახლი, იაკობმა იბრძოლა რახელისათვის, იესომ იბრძოლა ადამიანებისათვის, ჯვარზე წავიდა 14 წელი იბრძოლა რახელისათვის, საბოლოო ჯამში ის გამოვიდა, ამაზეც ველაპარაკებთ, თუ დრო დაგვრჩება. მეორე პარალელი, რომელიც ჩვენ ხედავთ ამ ისტორიაში, ბიბლიურ ისტორიაში, ეს არის ამნონის და თამარის ურთიერთობა. ხო გასწორთ? ამნონი. ნოპ? დავითის შვილები. ამნონი იყო დავითის შვილი და თამარიც იყო დავითის შვილი, მაგრამ სხვადასხვა დედები იყვნენ. ჯერისეთი თავიდან ბოლომდე ეს არასწორია რაცა, მაგრამ ხდება რა, ცხოვრებაა და ესეთი რამეებიც ხდება და ამიტომ მიყვარს ბიბლია, რომ ბიბლია არ ალამაზებს ისტორიებს, ადამიანების შეცდომაზე ლაპარაკობს, ეს ადამიანის შეცდომა არის. წერია, რომ ამნონს შეუყვარდა თამარი. ისე შეუყვარდა, რომ ამნონი გახდა ავად. დასნეულდა. და გულის ტკივილი მაშინ იყო. ხო, დასნეულდა. ახლა რო შეხედავ აქედან ძმა უყვარს სიყვარული ამას ქვია ხო შეხედავ რა კაცი ავად გახდა გახმა ჩამოხმა ხალო რა დღეში ხარ ნახე კაცი რა დღეშია ხო არა მე ბევრჯერ მსმენია ისტორიები იმიტომ გეუბნები მე ბევრჯერ აქვს მოყოლილი ჩემზე სამეგობროში იმას რომ ეს ბიჭი ვენებს იჭრიდა ამ გოგოზე თავს იკლავდაო იმასო მე იყვანა მე რუსის ბარაბას არ მოხდენია იმდენი რასაც მაგოცოს მოხვედრია იმ ბიჭისგან ხტები ანუ რატო რაშია საქმე იქაც სიყვარულია და აქაც სიყვარულია ხო დაწერილი აქაც ადამიანი ცუდათაა იქაც ცუდათაა ეგ სიყვარული არის ანუ ფიზიოლოგიური მოვლენა და პლუს ვნება იყო ნება ტარიელი ვიტიროდაო ალბათ ხო ტარიელი ვიტიროდა მე არ ვიცი ტარიელი და რომელს მოვიდა ტარიელმა ხონესთან დარეჯანზე ტიროდა თუ იმაზე ტიროდა აღარ მასზე კაცო იმის მიღმა რო იხილა სახე და ჩამაფარე სახე რო დაინახა და გული რო წავიდა რომელი იყო ფატმანზე ამბობ შენ არა დამავიწყდა სუპერულად რო დაინახა ლომს ვინიჭდებოდა კაცო კიდევ ვეფხს ტარიელი კაცო ხო და მაგარო პირველ დაინახა ნესთან დარეჯანი არ ვიცი მე ვეფხს არ მას საკითხია ნესთან დარეჯანი იყო ხო ეგ მახსოვს რომ პირველად რო შეხედა შემთხვევით თვალი მოკრა მის სილამაზეს და გული წავიდა ეგრევე გავგამოცხადა ისე მე და მიმართა ბავშვობაშეთი რუსეთში ვიყავი და დაბადების დღეზე მოხვდი რაღაცა მე-4 თუ მე-5 კლასელი ვარ და ხო არა, იყოს ვილაპარაკოთ რა, საუბარს მოაქვს, ეს ხო არა ჩვენი ისე რა ქვია. ხო და მოხვდი მასე და მე-5 კლასში ვარ თუ მე-6-ში აღარ მახსოვს და დავინახე გოგო. ბიჭო ისეთ ლამაზი იყო, შემცხვა წავიდი დაბადების დღიდან. პოვცუც კი აღარ ავსულვა. შემცხვა რა, წავიდი. ხო, ესეთებიც არის ხდება. ანუ ამნონის ისტორიაში ჩვენ ხედავთ ამნონი დასნეულდა, მაგრამ ამნონის ისტორიაში ჩვენ ხედავთ რომ ეს იყო უფრო გულის თქმიდან გამოწვეული სიყვარული და ამნონი არ ცდილობდა სწორი გზით წასულიყო, არ ცდილობდა ლოდინს, არ ცდილობდა მოთმინებას, არამედ მას უნდა თვალსაც არ ცდილობდა, კითხევა არ დაგვიკავებს. ხო. ანუ არ ცდილობდა ადამიანი ეძებდა რაც შეიძლება მალე ეხლა მინდა მე ეს არის ის ეგოისტური დამოკიდებულება სიყვარულისა რომელიც სამწუხაროდ ძალიან პოპულარული და გავრცელებული და შეფუთულია ეს სიყვარულის კამფეტში ეს კამფეტი არა ქვა მაგრამ ადბიორკა ხო მას ქვია ხო შეფუთვა არის სიყვარულზე
ეს არის ის ორი ისტორია, რომელიც ერთმანეთს ძალიან გავს, მაგრამ იაკობი იქცევა ძალიან სწორად. ამნონის შედეგმა თქვენ იცით რა გამოიწვია, რომ ამნონმა ძალით დაეუფლა თავის დას, გააუპატიურა, ვთქვათ. აქედან გამოსული ის გამოიწვია ძმის კვლელობა, ძმამ მოკლა მერე ეს. ამ ძმის კვლელობამ ამნო ფსიქიკურად თვითონ აბესალომს და აბესალომის ჩავარდა იმ სოდვაში და აბესალომიც იყო მოკლული. ხედავ, ერთმა ეგოისტურმა მიყვარს ძმაო და რა ვქნა ესე არაა, ბრატ, არ მუშაობს, გაიგე ეს ცხოვრება ამას ბიბლია ამას გვასწავლის. ხო, მაგრამ ხო იმათ არჩევანი ხო ქონდათ კაცო, იმის არ იყოს ხო იცი ეს როუნება. იცი ეგ ნამდვილი ამბავია. ის ოჯახში რაც მოხდა, მე იმათ ფსიქოლოგიურად მოქმედა დანარჩენი. კი, თავის ლარი კინგი რო ეკითხება იმას, ლარი კინგი ხო იცი, ძალიან ცნობილი ის იყო, აი კურიერი რო გადავიდა 60 წუთი ხო იცი? აი ეგ არის ლარი კინგის პროექტიდან აღებული და ლარი კინგს ჰქონდა ეს 60 წუთი და ლარი კინგი ეკითხება ნიუ-იორკის მთავარ რაბინს. შეიძლებოდა თუ არა ამერიკას 11 სექტემბერი აეცილებინაო. ნუ ასეთ კითხვა დავუსვა. კი, აბრაამი დაწოლილიყო აგართან. აუსაც წავიდათ. ამოწყვიტა თელი არაბული სამყარო ამოწყვიტა. ეგრე გააკეთო ტიპმა. ნუ ხტები ანუ რა მომენტია. ეს რატო თქვა ხა იმ რამინმა თქვა და ამასაც არა ყველა ესეთ სოდვას აქვს შედეგი. გეგე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რომ ჩვენ გვესმოდეს და აი ახლა ვილაპარაკებ ჩვენ ამ შედეგზე მიდა კენეგედ მიდა არის მერაზამიერე ზომა ზომის წილ რო ვთქვათ აი ეს არის ის პრინციპი რომელიც მოქმედებდა რჯულამდეც და რჯულის პერიოდში და ახალ ახალში ეს პრინციპი ეს არის ის კანონი რომელიც მოქმედებდა სულ ეს ძალიან უყვართ ეს დისპენსიური თეოლოგიის მოყვარულებს დისპენსიანიზმის თეოლოგია არის რო იცოდეთ ესეთი რომელიც ყოფს ეპოქებს მადლის ეპოქა რჯულის ეპოქა ძვლის ეს ასე არა ბიბლიას ერთი კონტექსტი არ შეიძლება მის დაყოფა ის მცნებები რაც ძველ აღთქმაში მუშაობდა ახლაც მუშაობს ის კანონები რომელსაც არ ღვევდა და შედეგი ჰქონდა ახლაც ესეთი სავალალო შედეგები აქვს აი ეგე მიდა გენეგეთ მიდა ზომა ზომის წილ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თეორია როდესაც პავლე მოციქული ამბობს ნუ რავინ ნუ იტყოსო ღმერთი მიკერძებული არ არამედ ადამიანი იღებს იმას რასაც დათესავსო იგივეა რასაც დათესავ იმას იმკის ადამიანი და ხო სად ხედავ ჩვენ იაკობის ცხოვრებაში რაც დათესა იაკობმა თავის ძმას რო აღაცალა ისა მამამისი რომ მოატყუა მამამისი მოატყუა ანუ მოდი ვთქვათ პირველი გაკვეთილი პირველი რასაც ჩვენ ვსწავლობთ პირველი ორი გაკვეთილი რაც ჩვენ გავიარეთ ახლა ეს არის პირველი რომ აუცილებელია ცოლის არჩევისას ჩვენი მეორე ნახევარი იყოს ჩვენაერი ღირებულება ფასეულება და ამ ფასეულებას ღირებულებას აყალიბებს რწმენა და ოჯახი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეორე რა არის სიყვარული? სიყვარული არის ის, რომელიც ითმეს რა შემთხვევაში უყურე. მიდიხარ შენ გოგო მოგწონს და ოჯახის მამა გეუნება შენ. იცი რა, ჩემი შვილი ჯერ სწავლობს, სტუდენტია, არცალია ამისათვის. თუ გიყვარს მოითმინე. 1, 2, 3 წელი. თუ გიყვარს მოითმინე. არ მოტაცებ. ბავშვს ტვინს არაუღრევ. ესაა სიყვარული, რომელსაც ქვია სიყვარული, მოიც. ან ბიჭი როცა მიდის გოგოს ეუნება და გოგო გეტყვის ეხლა არ შემიძლია მინდა ცოლად მოყვანე, მაგრამ არ მაქვს ახლა საშუალება ვიმუშავებ, წავალ და ეს საცოლე ელოდება აქ. იმიტომ რომ იცის რომ ის ამის გამო წავიდა. მაგრამ ეს გოგო მოიცის რატო იცი? ღირებულება ერთი აქვს. იმან იცის სიტყვის ფასი. რატო იცის ეს სიტყვის ფასი? ოჯახში ხედავდა მამამისის, დედამისის აქციას ურთიერთობებიდან. რატო ხედავდა დედამის მამამისის ურთიერთობას? დედამის მამის ერთი წმენა ჰქონდათ, მორწმუნეები იყვნენ, ეკლესიაში დადიოდნენ. ხედავ როგორც ჯაჭვითაა გაწყობილი ეს ყველაფერი. აი ეს მუშაობს ასე. მესამე გაკვეთილი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ლავანის ტყუილი. ის რაც იაკობმა გაუკეთა მამამის
მოეწია მას ისევლე. შეაჩეჩა უფროსი ლეა. აქ არის, ებრაელი რაბინები ამბობენ, ეს არის ის მომენტი, როდესაც ტრადიცია თამაშობს ძალიან ცუდ როლს. იმიტომ რომ ტრადიცია ჩვენთან ასეთი წესია, რომ ჯერ უფროსი უხდეს და ეგ წესი არ იცოდა იაკობმა. იმ მომენტში შეიძლება არ იცოდა, მაგრამ უკვე აქ ძალიან გურული იქნებოდა ეგ რაბინი. რა ვიცი, ალბათ ხო. ხო, ანუ რას ვამბობ, იცი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე რო ჩვენ გვესმოდეს. ებრაელი კომენტატორები ამბობენ ასეთ რამეს, რომ ეს არის ის ტრადიცია, რომელიც შეიძლება დააზიანოს სიყვარული. ანუ ლავანს შეეძლო ეს ტრადიცია ვაფშე არ გამოიყენებინა. მაგრამ ლავანს უდოდა უფროსის გათხოვება. და მე უფასო მსახურება არა. აქ არის უკვე რა მომენტი, ლეას ჰქონდა პრობლემა. ლეა იყო დეფექტიანი გოგო. თვალების სისუსტე ჰქონდა. და ამაზე იყო ეს მომენტი, რომ ხო, შენ უნდა გესმოდეს რა მომენტია. ახლო აღმოსავლეთში როცა ადამიანს ყავს ქალიშვილი, მისი გათხოვება ეს არის მთელი პროცესი. ქალიშვილს უადრო ნახევარ ქონებას ატანებენ. ხო, იცი? მოიცა რომელშია? რომელიღაცა ფილმშია რა სადღესასწაულო საშუალო პორტუგალიაში რო ჩააკითხავს ისა. საქმრო, არ იცი? პორტუგალიაში ჩააკითხავს ინგლისელი იმას აქვია. მწერალი კაცია, გაიგე? მწერალი კაცია და ყავდა ისა სახლის ხალი სახშუალაგებს აქვია. დამლაგებელი, ხო, დამლაგებელი იყო პორტუგალიდან ხალი და შეუყვარდა ეს ხალი. მაგრამ გაუთავდა კონტრაქტი და ეს ხალი წავიდა პორტუგალიაში, დაბრუნდა. ხო და ამ კაცს რო წავიდა ეს ხალი ამ კაცმა მიხვდა რომ თუ მე ყვარები ეს ხალი ამას. ჩააკითხა პორტუგალიაში შობას. მიაკითხა მამამის. ხო და მამამისი მაგრამ დახვდა დიდი მსუქანი და ამას. გაიგე? ხო და ეს მამამისი ეუბნება. ეს გოგო ეუბნება. მამა, არ გაყიდო ჩვენი გოგო, ჩვენი და არ მიყიდო ამასო და რას ქვია მიყიდო აქეთ ფულს მივცე მოყო შენ თუ წაგიყვანსო. ეს მომენტი, ანუ პრიკოლი, ანუ რას გეუბნებთ, ახლო აღმოსავლეთში ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ როდესაც გოგოს ათხოვებდა, ეს ნახევარი ქონება ხონდა წაიღო, ეს და პლუს ამას მამა უკვე მშვიდად იყო, რომ გოგოს ყავდა მზრუნველი. ამ გოგოს პატრონი ყავდა უკვე. ამ გოგოზე უპატრონობდა ქმარი ვალდებულებას იღებდა. წარმოიდგინე, ეს ხელა იყო. და ამიტომ უნდა და ჯერ უფროსი ეს არის ის ტრადიცია, რომელიც უკვე გარემოებიდან ნაკალნახები იყო. და ეს რაბინები ამბობენ, ეს გარემოებიდან ნაკალნახებმა ტრადიციამ ცუდი რამე, ღმერთმა დაიცვა რა თქმა უნდა იაკობე, მაგრამ შეეძლო რომ ცუდი რაღაცა ეთამაშა იაკობის ცხოვრებაში. იაკობ შეეძლო ვაფშე წამოსულიყო, აექნია ხელი და წამოსულიყო და მიატოვებია ლაბანიც და ლეაც არ წამეყო და სრული უფლება ჰქონდა. ხო. ისევე მაგის კანონის მიხედვით, რომ ტყუილი იყო. ხო, მაგრამ აქ არის რა მომენტი, იცი იაკობს არ აქვს ის გასამართლება, რომ იაკობის შეცდომა იყო ის, რომ იაკობი დათვრა. გაილეცა. მან წერია? ხო, თვალი იყო. ქორწილში. კომენტატორების აქვს თუ დააგვიდე. ოზენებერ თავში რომ ბანკეტი ჩატარდა დიდი. ხო, და იქ დათვრა და იქ ვერ მიხვდა, ხო, მე მაგას ქვია, აბა იაკობი დათვრა. აბა როგორ ვერ მიხვდა? ადამიანი ფხიზელი ვერ მიხვდებოდა, ლეა რო იყო? სხვა რო იყო ვერ მიხვდებოდა? რასიბნელე იყო ეგეთი. არა, გაცა. ხო, ეს ვერ მიხვდა, რომ ეს ნასვამი იყო და ნასვამს ადვილად ხო, გალეშილი იყო და ეს იყო რომ მომენტი რომ უკვე, იმიტომ რომ დაწვა უკვე მე უკვე იქ იაკობი ჯამში 4 ქალთან იწვა. ხო, ეს უკვე მე ვილაპარაკებთ მაგას, იაკობის. ორი ცოლი და ორი მხევალი. ეს უკვე სხვა იაკობი რო იყვია, კამპოჩი იყო. იაკობი კამპოჩი იყო, გარემში იყო, 4 ქალი ყავდა. სოლომონს მაინც ვერ შეედრება, იმაში 700 ყავდა. სოლომონს ვერავინ ვერ შეედრება.
თავიდან არ ეთყობა და მე სუფრიდან რო ადგა ეკიდა ხო აი სანთლის არაყმა იცი სანთლის არაყმა ხო სანთლის არაყს რო სვამ არ ჩა არაფერი ადგები всё დამთავრდა უკვე ზიმნა ამილები ნათარი მე ხარ მე ხო ანუ ეს მომენტი არის რომ იაკობმა რაც მამას გაუკეთა მესამე გაკვეთილი არის ის რომ იაკობმა რაც მამას გაუკეთა იგივე იმაშივე გამოიცადა რატო გამოიცადა ის რომ იაკობს თავისივე ტყავსვე გადაეტანა ის ფასი მიხვდარიყო თუ რაც ნიშნავს ტყუილის თქმა და რაც ნიშნავს ადამიანი ტყუილის მსხვერპლი არის და რაც ნიშნავს ეს ურთიერთობები არანაირად არ დაიწყება ტყუილით არ შეიძლება და მე ამხელა პრობლემები წამოვიდა იქიდან რა ორდას შორის რო კიშპი კიშპი დაიწყო ხო მაგის გამო ანუ როდესაც ჩვენ ებრაელები ატყუებენ ყველას კი შენ გატყუებ აგერ ახლა პირდაპირ შენ გატყუებ არა იყოს კაცო დაბლოკე აი ხო ანუ ურთიერთობა როდესაც ჩვენ ეს არის ის გაკვეთილი მეოთხე გაკვეთილი რომელიც ჩვენ ვართ ანუ სამი გაკვეთილი პირველი რა ოჯახი მეორე სიყვარული მესამე ეს არის რომ ჩვენ უბრალოდ მესამე გაკვეთილი არის რომ ჩვენ არა ურთიერთობას როცა ვიწყებ არ უნდა ვიყოს ტყუილზე აგებული და მეოთხე რომ მოვერიდოთ მაგრა სასმელებს კაცო არა ეს ქრისტიანული საქმე ეს მაგარი სასმელები ლოტი რო გალეშეს იქიდან წამოვიდა ეს უბედურებები ნოე რო დათვრა იმისა დაემართა ეს უბედურება იაკობი რო დათვრა იმისა ანუ ბიბლიაში თქვენ თუ ხართ ნოე მარცი ცოდა რა სვლა როგორ არ იცოდა პირველად მოხდა ეგეთი რაღაცა ის არა ქვია ხო და ანუ რა მომენტია ბიბლიაში თუ თქვენ დააკვირდით ყველა რაც მოხდა ხო აი რაც სმასთანაა დაკავშირებული ყველა არის უარყოფით კონტექსტში ნახსენები და არის თვალები უკვე ცოცხლი რომ მიიტანოს ეგრევე ხო რა თქვები ამას რო შესაძლოა და მოეწონა ეთქვა და იმედო გააგიძელა გათიშვამდე და ახლა არ უნდა პიტაპეტში მე არ უნდა დავთო მე მაგრამ ანეკდოტს მოგიყვებთ მაგაზე იტყვიანად ლაგჯიჯეთ ლაგაგიჟდა ესეთ ანეკდოტები დაიწყო ხო ანუ უყურე რა მომენტია აქ არის გაკვეთილი რომელიც ჩვენ ვსწავლობთ მე იმიტომ მინდოდა დღეს ისეთი გაკვეთილი ჩამეტარებია ეს იმიტომ მიყვარს ბიბლია რომ ბიბლია არის ძალიან პრაქტიკული სახელმძღვანელო როცა მეუბნება არასაკმარისი წიგნიაო ბიბლიაო მეცინება რა ეგეთ ხალხზე მეცინება რას ქვია არასაკმარისი აქ შენ არ მე ველაპარაკებ მაგაზე ხო ანუ ბიბლიაში არის ყველა ისტორია რაც ამოყოლილი თუ ჩვენ დავინახავთ კარგად და გავიაზრებთ ამ ისტორიას ყველა არის გვეუბნება როგორ უნდა მოვიქცეთ როგორ არ უნდა მოვიქცეთ აი ეს არის ძალიან უნიკალური რამე რასაც ჩვენ ვხედავთ პარალელები ახლა ჩვენ შეიძლება გავავლოთ ბარემ თქვათ იესო ქრისტესთან პარალელი რატო შეიძლება ვთქვათ რომ იაკობიც წამოვიდა მამის სახლიდან იესოც წამოვიდა მამის სახლიდან იაკობიც ემსახურებოდა თავის საცოლეს გამო იესოც ემსახურებოდა თავისი ერის გამო ერი რომელიც არის საცოლე სატრფო ლეა და რახელი რატოა ლეას აქვს სუსტი თვალები ლეა სიმბოლიზირებს ისრაელს ისრაელი აქვს მაგრამ ვერ ხედავს რახელი ეს არის ის ხალხი წარმართები რომლის გამოც ხოლო პავლე რო ამბობს სახარების მიხედვით ჩვენი მტრები არა მაგრამ აღთქმის მიხედვით მოსიყვარული შვილები საყვარლები ანუ ლეა და რახელი თუმცა ეს ძალიან პრინციპი ეს სულიერი გაკვეთილი ახლა რაც მე მინდა უბრალოდ გაჩვენოთ ეს მომენტი არის იესოსაც უყვარდა ისა არა ბოლოს კი მაგრამ ბოლოს ასამობს იაკობის სადამარხეთო ლეასთან ერთად დამარხეთო ისრაელი მაინც ისრაელია გაიგე მაინც ის რახელი არის დასაფლავებული ბეთლემში გზაში სადაც როცა ის ბენიამინი შვა იქ დასაფლავ ხოლო ლეა არის მამა აბრამი და რახელი ისააკი და რებეკასაც იქაა დასაფლავებული ანუ უკვე ასაკში რო იყო მაშინ ბოლო არა ბენიამინს დააკვდა რო იტყვია არა ბოლო ის არის ბენიამინი არის ბოლო ბენიამინი არის
ხო არა ცუდი მშობიარობა ქონდა რახილს გაიგე ბოლო ბენიამინი იყო ხო ხო იოსები არის ვისა ორი შვილი ყავდა და 10 დანარჩენი 12 დანარჩენი რა უყურე 4 არის ლეა პირველია რეუბიმი ლევი ხო სიმონ ლევი და იუდა ხო და მაგაც პირველი იუდა არის აი მოდის ლევიდან ლეადან ლეას პირველი ცოლიდან ხო პირველი არის რეუბენი მაგრამ გახდა იუდა ფილმშო ხო იმიტომ რომ რეუბინმა მაგარი რაღაცები მიქარა ხო ანუ ისე ეს თემასთანაა რა როაჩეხა ხო არა კაცო ექსპერიმენტ და რო გაუპატიო რას უნდა ჩახდა მოჩეხოს მაი ლევი მგაგდა კაი მოდი უცებ შევაჯამო და ვთქვა ანუ დღევანდელი გაკვეთილი რასაც ჩვენ ვსწავლობთ რაც მე დღეს მინდოდა ეს არის ის რომ როდესაც ჩვენ მეორე ნახევარს ვირჩევთ პირველი არზოს არ ვიჩქაროთ გამარჯობა მამა ივანე მწერს უსენ განაცვალა უსკი თუთლა თუთი ყუშია ჩემი შვილია მალე მოვალ სახში არ ინერვიულო ხო და ანუ რა ხდება როდესაც ჩვენ ცოლს ვირჩევთ ჩვენს მეორე ნახევარს ვირჩევთ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი იყოს ერთიანი ღირებულება ერთიანი ფასეულობა ეს ფასეულობა ერთიანი ღირებულება ქმნის ერთ მიზანს ერთ იდეას ერთ სტრატეგიას და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ამ ღირებულებას ქმნის რწმენა და ოჯახი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ჩვენ გვესმოდეს მეორე რა არის სიყვარული სიყვარული მოვიყვანეთ ორი მაგალითი იაკობის მაგალითი და აბნონის მაგალითი რაც ნიშნავს ნამდვილი სიყვარული რომელიც სურგძელია მომთმენია და თავისას არ ეძებს არამედ გამცემია აქედან როცა მეუბნებია რომ მარტით ხარ გადარჩენილიო აი პირველი მცნება შეიყვარე უფალი შენი ღმერთი რაც შეიყვარე რაღაცა უფლისათვის უნდა გასცე რა უნდა გასცე შენი დრო შენი ღვაწლი შენი მოქმედება აი ეს უკვე გამორიცხავს ხო ეს უკვე გამორიცხავს იმას რა ქვია სტატისტიკურ მდგომარეობას როგორ ხო სტატიკურ მდგომარეობას გამორიცხავს ისე მაგას გამახსენდა მე თქვი და მეც დავამთავრებ ამაზე და მე ვთქვა ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ თვითონ სიტყვა სიყვარული გეზობა როგორია ახლა შენ ყავს სოლი და თქვა მე მიყვარს და ფეხზე გადადუბილი ხარ და თქვა დაჟერო თქვა მე მიყვარს ჭამა თუ არ ჭამა ასე შიერი ხარ თვითონ სიყვარულსაც გეუბნება გაიგე ანუ როცა ჩვენ ვამბობთ ჩვენ გვიყვარს ღმერთი როგორ გამოიხატება ჩვენი სიყვარული ჩვენ გავცემთ დროს უთმობთ რაღაცას ვაძლევთ რაც ჩვენ გვაქვს იმას საკუთარ თავს როგორც მან შეგვიყვარა ჩვენ თავისი ძე მოგცა ჩვენ ღმერთმა თავისი სიყვარული რა სტატისტიკურად დაამტკიცა და იმას რომ ებრაელებს აქ ძალიან მაგარი ნათქვამი და ეს მოწესრიგა ყველა ღმერთის მცნება უნდა შესრულდეს მატერიალურად ფიზიკური გამოვლინება უნდა ქონდეს არ შეიძლება ღმერთის მცნება ფიზიკურად გამოვლინებაში არ გამოავლინო მაშინ ეს ვერ თქვი მე სულიერად ვასრულებ სულიერად მიხარია როგორა სულიერად მიხარია სახე გაქვს იმაზე მოჟღანო სულიერად მიხარია აბსურდია ხო ანა ისოა კიდე იმაში რომ ერთი ისოა ხო იცი რაღაცა მე მიიყო რა სურათი იყო რა სიცოცხლე და უფალ მაგაპატიოს და ეგეთ სახე რო აი რა ხალხჭეხავა აი სულ ხთები ეგეთი აბსურდობა ეს არის ყველაფერი ფარის ამან მოიტანა რელიგიურობა ამ ყველაფერმა და ეს არის ძალიან ესა საშიში მდგომარეობა ანუ სიყვარული ეს არის ის რომელიც თავისას არ ეძებს არამედ ის ხარობს რომ ის არის ნამდვილი სიყვარული კი არ იჭერს უშვებს მამა გაიხსენე უძღვებიშვილი მამას თავისი ძე უყვარდა, იმას კი არ კელტავდა, კი არ ბოჭავდა, არამედ მიცა თავისული. მიუხედავად იმისა, რომ უძღვებმა შვილმა თქვა, რომ მამა გტარიხარო ჩემთვისო. გამოგიგენია? ანუ ეგ მემკვიდრეობის მოთხოვნა მაგასაც. ხო, მაგას ნიშნავდა, ხო, წარმოიდგინე. ანუ ისე ვთქვა, ჩვენ რწმენის გამართლება და მაგლით გამართლება ეს არის ისო სტატისტიკური ხარო, ეს არის ძალიან შორს აცენილი ბიბლიას და ყველაფერს. აცენილია ბიბლიას და წმინდა წერილს. ანუ
ებრაული მსოფლმხედველობა ასე არაა და ჩვენ ყოველთვის უნდა როცა ბიბლიით ხელმძღვანელობთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ ებრაული კონტექსტით. ფარველობა ანუ კაპარა რაც არის მადლი არის, ეგ მონიჭებულია ჩვენ. სასახლესაც აჩუქებს, მაგრამ ჩვენი პასუხი მაგას მნიშვნელობა აქვს. კაპარა მადლი არა, კაპარა წყალობაა. ნუ მადლი ის არა მადლის ტახტს მიუახლოვდით, მადლის ტახტს ქვიოდა იმ წმინდანში, სადაც ეს ქერუბიმები იყო. მიახლოება ხდებოდა მსხვერპლის მეშვეობით. ანუ მიღებული და სასურველი ხდებოდი, ანუ მიახლოება, რასაც ქვია, ხდებოდი მსხვერპლის მეშვეობით. ანუ ჯერ მსხვერპლი, მერე მოქმედებს მადლი. ეს მსხვერპლი არის იესო. მისი ანუ იესოს საქმე იყო, რამაც გარანტია მოგცა ჩვენ მოხდა. ხო, თავი იესოს საქმეა გარანტია, მაგრამ ჩვენი საქმეა, ჩვენი პასუხისგებლობა ამას ჩვენ. პასუხისგებლობა უპასუხებს თუ არა ამას გამო. თავისთავად, ხო? კითხვა გამოუშვა? მოიცა, ჯერ დავამთავრე ახლა ეს აზრი და всё, ამასაც ვიტყვი და ისა. ანუ ჩვენ ვთქვით, რომ სიყვარული ესაა. მეოთხე, ურთიერთობებში არ შეიძლება ტყუილი და არ შეიძლება რომ ტყუილი დავიწყოთ ურთიერთობა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და მეხუთე რასაც ჩვენ ვსწავლობთ, ეს არის ის, რომ ველიდოთ ალკოგოლურ სასმელებს. ბოლო-ბოლო მორწმუნე ხალხი ვართ ჩვენ და არ შეიძლება რომ მორწმუნე ადამიანი იყოს ლოთი მსმელი. ყველა უბედურებები ბიბლიაში არის ნახსენები რაცაა სასმელისგან. არის ესეთი აპოგრიფული წიგნი პატრიარქთა ანდერძი ქვია. და იქ წერია იოსების ანდერძი. ძალიან კაი ტექსტია, ძალიან მოწონს. და იოსები ამბობს ასეთი, მე იცი რატო არ შევცოდეო პოტიფარის სახლშიო? ანუ პრაქტიკული მაგალითია. როდესაც პოტიფარი მიდიოდა სახლიდან და მე მარტო რჩებოდა და მისი ცოლი რჩებოდა, მე იმ დღეს სასმელს არ ვსვამდი საერთოდ. არ ვეკარებოდი. მხელა აზრია რა ჩადებული, პროსტა წარმოიდგინე. ნუ პრაქტიკული გამოსავალი. ხო, მაგრამ მხელა აზრია, ხო ჩადებული. მე თვითონ პიტერ ჯობია საერთოდ შეეშვა. რა? აგონო საერთოდ შეეშვა ჯობია. და პარალელები, თქვით რომ და მეხუთე გაკვეთილი ეს არის პარალელები იაკობის მოქმედება როგორც იესოსთან, იესო რომელმაც დატოვა მამა, მან იშრომა, იწვალა ჩვენთვის ის ყველაფერი და ეს ორი ერი გაერთიანა, ანუ საბოლოოდ იაკობმა ორი ერისთვის, ორი ცოლისთვის იბრძოლა, ლიასა და რახელისათვის და იესომაც ეს არის შეიძლება სულიერად გავიგოთ ეს ლეა ეს არის ისრაელი, რახელი ეს არის წარმართიერი და ეს ორი გახდა ერა და ამ ორი ცოლიდან წამოსვლა ხარდა წამოვიდა ისრაელის ერი, როგორც ღმერთის ერი და ამ ღმერთის ერში შედის არა მარტო ებრაელები დღეს, არამედ წარმართები და ისრაელის ნატამანი ეს შეიძლება იყოს როგორც ებრაელები დღეს, ასევე ისა წარმართი ხალხი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ გვესმართ. თუმცა ხორცელი ისრაელის თავის აღქმას არ გარგავს. თავის აქტუალურობას, ესაც უნდა გვესმოთ, ძალიან ბევრს სხვა უკიდურესობაში ვალდებიან და ამიტომ ძალიან ხო, ნუ так, ეს დავამთავრეთ. ახლა გავიგეთ ხო ეს გაკვეთილი დღეს. ახლა შეკითხვები გამოუშვით. რამოდენიმე ხანი გვაქვს შეკითხვებს? ინტერესებდა. აი 7 წელი მსახურების ხო. კავშირში ხარ არ იმას ამ შემთხვევით. დანიელში რო არის ბოლო კვირა დარჩენილი. 7 შვიდეული? და ანუ 1 შვიდეული ბოლოს მოიკვეთებაო იქიდან მესია. არ ვიცი, არ მახსოვს. უნდა ვნახო, არ მახსოვს. просто ვიცი რომ 7 არის სრულყოფილებასთან ნიშანი, მაგრამ მაგი რამდენადთა დანიელთან კავშირში არ მახსოვს. უნდა ვნახო ეგ. თან დანიელი რამდენიმე кайხნის ეგ არ ფშუში. ღვინო კაცის გულს ახარებს, მაგრამ ტვინს ალაყებს. გვეკითხებია, რატო ვერ დაიმსახურა მოსემ განაანში შესვლა? მან არის უყურე მომენტი არის ძალიან კარგი განმარტება აქვს მაგაზე. ესეთი წიგნი არის. პატრიარქი და წინასწარმეტყველები. ხო, და იქაა ეგა, მე მგონი თუ ქრისტე წოთის სოფლის იმედია, მე მგონი რომ მაქსიმშია, სადღაც ამოკითხული მაქვს ეს. და ეგ ძალიან კაი განმარტებაა. პირველად, როდესაც მოსემ გააკეთა ანალოგიური კლდიდან წყალი გამოხეთქა. პირველად რა გააკეთა მოსემ? აჰა მე გაძლევთ ხო? არა.
ჯოხი დაარტყ, კვერთხი დაარტყა კლდეს და კლდემ გამოუშვა. პავლე მოციქული ამბობს, ეს კლდე იყო იესო ქრისტეს სიმბოლო. მეორეჯერ როცა მოსემ დაარტყა კვერთხი, ეს ჩათვალა ღმერთმა იმათ, იმიტომ რომ მოსეს შეეძლო просто ეთქვა და თავისი სიტყვით პირველი მოქმედება იყო იესოს ჯვარცმა. მეორე მოქმედება არ შეიძლება რომ იესოს ჯვარცმა იყოს. მეორე მოქმედება უკვე ეს არის სიტყვა. ისაც იესომ დატოვა. არ შეიძლება მესია ორჯერ ეწამოს ჯვარზე. ამიტომ მოსემ დააკლინა იესოს მსხვერპლი, პირვანდელი. ანუ ის არ იყო თქვენთვის სრულყოფილიო. აჰა თქვენო. და ეს არაპატია ღმერთმა. და ამიტომ არ შეიყვანა ეს. ეს ძალიან გასაოცარი განმარტება მე რო წავიკითხე, თქვი ეხლა ხარ წავიკითხე? არა, ნუ წლების უკან. და მე თქვი, ვაუ, რა მაგარია მე. იმიტომ რომ მე ვიკვლევდი ამ აზრს, მაგრამ არის კიდევ ებრაული ცოტა პრაქტიკული, მე არ ვთვლი რომ ეს ცუდი განმარტება, მაგრამ პრაქტიკულია. მოსემ უბრალოდ დაკარგა ერის შეგრძნება. მოსე თვლიდა რომ ესენი ისევ მონები არიან, მაგრამ მოსე შეეშალა რომ ეს თავისუფლებაში წამოსული დაბადებული თაობა და ამას როგორც მონებად ვეღარ მოექცევი. ეს ადაინახეს რომ მონად უყურებდა მოსე. მოსემ პირველებს ხო დაარტყა მაშინ აჩვენა, ხო და ამათ შეეძლოთ, ამათ უნდა ისწავლებინა სიტყვა, ღმერთს თხოვე, ღმერთი ასრულებს და იმათ არ ესმოდათ ეგა. ისინი იყო მონობაში გაზრდილები. მათ ეს ყველაფერი უცხო იყო, ეს იყო, მაგრამ ხო მშობლები ხო უყვებოდნენ, წმენა ხო გადაეცემოდა. პლიუს ამას მოსეს ვალი იყო, რომ სიტყვით უნდა გაიხსნა, ამ სიტყვის წმენა უნდა ქონოდათ მათ. გაიგეთ, ეს წმენა მოსე ვერ გადასცა, იმიტომ რომ ეს ისევ მონებად უყურებდა მოსე. და ამიტომ თქვა, შენ უკვე როგორც ლიდერი ამოჭამე შენი დრო. ამიტომ იესო ნავეზე შეგცვი შენ. იესო ნავეზე უფრო სხვა რამე იცოდა. სამ ჭიქაზე მაქვს ლაპარაკი. ზოგს ერთი ჭიქა ულაყებს ტვინზე, შენ გულის გახარებამდე უნდა. ხო. გულის იცი რა მეხარებს, ჩემს შულს უყურებ. ამაზე მეტი გულის გახარებას თუ რამე მქონდეს ცხოვრებაში, ფეგბურთს თამაშობს და რაღაცა გაგვიცილს რომ ამოავს და რაღაცა ჭკვენოს მეტყვის. ამაზე მეტი გულის სიხარული არ არის, ჩემს სოლის თვალებს უყურებ ბედნიერს. ამაზე მეტი ბედნიერება რა გახარება. რა ღვინო უნდა შეედაროს, ბიჭო, რას ლაპარაკობ ხალხო. რა ვინდა სალმუდიდან გეუნება იქაც. ახლა დავითისგან გამომდინარე შეიძლება იფიქროს დავით იმდენი ცოლი ყავდა რომ ესეთმა ვერ გაახარა საბოლოო ჯამში და მოუწია ღვინოში ძებნა. ხო, კიდევ არის ამე შეკითხვები? მე მინდოდა იმაზე გახსოვს. ხალხო, თუ რამე შეკითხვა გაქვს, დასვიდე ბარემ. იესოს იგავი რო არის, ცოტა რთული იგავია. არ არის საფრთხო ენერგია ღვინო. ეს ტყუილია. ცოტა რთული იგავია. რომელი? საფური რო ცოტა საფური რო თავისი მადონის ქონებას ანიავებს, ასე თქვა, ჭყალებს. და მოუწონებს მაგას. მან და ესე დასკვნამდე მივედით განხილვისას, რომ მიბაძვაში რაც წეუნება რომ მიბაძეთ რამას, ანუ პრაქტიკულად მაგალითად მოუყვანა. იმაშია რომ ანუ შენ მთელი შესაძლებლობა, ანუ შენი არ არის არაფერი, უნდა ჩადო შენი მოცემული გაქვს ეს ყველაფერი და ისე უფლის სამსახურში უნდა ჩადო. მე მაქვს ვიდეო მაგის განმარტების და გაჩაგიდებ. მაგიგავის და ნახე ბოლომდე. მოусმინე მაგას. так, ვინმეს გააქვს შეკითხვები? თუ აღარა გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით მეგობრებო. ბოლო თხოვნა არის, რომ აუცილებლად ეს ვიდეო გააზიაროთ, მოიწონეთ, დაალაიქოთ და თუ ვინმეს გინდა ჩვენი ფინანსური კურთხევა და გვერდში დაგვიდგეთ, დონაცია, ყველა ვიდეოს ქვემოთ YouTube-ში არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, TikTok-ზე არის ჩვენი იმას თავშივე, ჩვენ პროფილზე არის პირდაპირ დონაციის ლინკი, რომელსაც ქვია KISA G. ასე რომ შეგიძლიათ თუ გული გიწყობთ, გააკეთოთ ეს სიკეთე და დასვათ კითხვა. ისეთი კითხვა მაქვს აი თქვენ. მიდი. პავლე რომბოს მადლით გადაჩენდები. აი მადლი რა, ებრაულში არის. ჩვენ და ბერძნულში ხარ, ხო იგი? ხო. აი პავლე. კარგი, აბა წავედით, მოშ თქვენ განაგზეთ ილაპარაკეთ, მოშ მე გამორთო. გაჩი ხო? გამორთი დავით მანდ.